ძველ რადიოს ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად რადიო მიშა და ნინო დაგიბრუნდით ჩვენს უსაყვარლეს მსახიობთან ერთად ქალბატონი ასმათ ყაბლაძეა ჩვენი სტუმარი მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ხალხურმესი მადლობა რომ არ გავიწყდებით არასდროს არ გავიწყდებით იქიდან გამომდინარე რომ ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ არა მარტო არაჩვეულებრივი მსახიობი ადამიანს რომელსაც მოაქვს ასე ვთქვათ მოდით მოგონებათა სკივრი როდესაც ჩვენ ეპოქალურ ადამიანებს ვიხსენებთ და რამდენჯერ გქონია კომუნიკაცია თქვენთან, თქვენ მათთან, ყველასთან გქონიათ პირადი ურთიერთობა. და გვიცოცხლებთ არა მარტო თქვენს წარსულს. თქვენ გვიცოცხლებთ მათ წარსულს. აქედან გამომდინარე დღევანდელი გადაცემა ესე დავაანონსეთ და ესე ფიქრობთ, ესე წავიყვანოთ, მსახიობის ორი ცხოვრება, კინო, რეალობა, საუბარია თქვენზე, აწმყო წარსული, აწმყო მომავალი. და მოგონებები. ჩვენ გვინდა რომ თან გაგვიცოცხლოთ თქვენთან ერთად ის ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და რომლებთაც ვერც ერთი ეპოქა ვერ მოერევა. ქალბატონო ასმათ მე და ნინო საუბრობდი სანამ თქვენ მობრძანდებოდი და ვამბობდით რომ ყოველ დღე რო თქვენ მოგიყვანოთ 1 საათი შეიძლება 3 წელი ისე გავიდეს რომ არ მობეზრდეთ მსმენელს ამ ისტორიების მოგონება, იმიტომ რომ იმდენი გარდა იმისა რომ თქვენ არაჩვეულებრივი როლები გაქვთ შექმნილი და მსახიობი ბრძანდებოდით, გარდა ამისა ხართ ძალიან ძლიერი პიროვნება, ნამდვილად და გქონდათ კომუნიკაციის საშუალება ისეთ ბრწყინვალე ადამიანებთან, რომელთანაც აი პატარა დეტალები ხო თუნდაც თქვენ მიერ განცდილი მოყოლილი აბსოლუტურად სულ სხვა ძალას ზენს ხოლმე ამ ისტორიებს და დიდი მადლობა რომ თქვენ აქ ხართ და შეგვიძლია კიდევ ერთხელ. მოდი დავიწყოთ ხმით მე ნინოს უთხარით სანამ ჩვენ ეთერში გავიდოდით. გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივად ფლობს ამ მსახიობ ხელოვნებას წარმოსახვის უნარი გაქვთ გადასხვაფერების, მაგრამ გაქვთ არაჩვეულებრივი ტემბრის ხმა. და ნამდვილად მიგულეთ იმ ადამიანებში, ვისაც თქვენ ხმას პატისხმობთ. ეხლა ხმასთან დაკავშირებით მოგახსენებთ. მე დავამთავრე სკოლა, დავიბადე და გავიზარდე დუშეთში, არაჩვეულებრივ პატარა ლამაზ ქალაქში და სკოლა დავამთავრე დუშეთში. მე-10 კლასში გახდით, როდესაც ტარდებოდა მაშინ ახლა ნიჭიერი ქვია მაგას, რომ აი ნიჭიერში რესპუბლიკაში გაიმარჯვა. მაშინ ერქვა ოლიმპიადა. და აი ამ ოლიმპიადაზე მივიღე მონაწილეობა და ვინც ჩამოვძანდა თბილისიდან და არჩევდა ბავშვებს და ვინ უნდა წარსდგეს, მომისმინა მე რაღაცა ლირიულ ლექსს კითხულობდი და მithwe მოდი აბა 100-იანი წაიკითხეო გზარნისის ყაყაჩოები და წავიკითხე ლადო 100-яნის გზარნისის ყაყაჩოები. რამდენი წლის იყავით? და ამ 16 წლის. და სხვადასხვა მაქვს გეტყვით რაც და წავიკითხე დუშეთში რომ წავიკითხე რა თქმა უნდა აღფრთოვანებული ჩემი დუშეთის მოსახლეობა ყველა ეს მსახიობი იქნება ეს მსახიობი იქნება და ისე მიხაროდა ამას რომ ვუბდნენ რომ მეც მქონდა გუნებაში ეს და სხვაც რა ამასა შემდეგ იყო რეგიონალური გოლში გავიმარჯვე, იქაც პირველი ადგილი ავიღე. შემდეგ იყო თბილისში უკვე რესპუბლიკის და იქაც ავიღე მარჯანიშვილის თეატრში 16 წლისამ შევდგი ფეხი. არა როგორც მსახიობ, არამედ როგორც დაგებედა თქვენ ბაქტერიები. მსახიობობა გადაწყვეტილი ქონდათ. გუნებაში. ეს უკვე გადაწყვეტილებაა. მარჯანიშვილის თეატრში ავიღე იქაც იგივე ლექსი წაიკითხე. იგივე ლექსი, ამ ლექსი. სხვადასხვა საინტერესო რა იყო ხევსურლიდან სასმელი მეცვა. დედაჩემი არის ხევსური ჯიშით. და რაღაც ეტყობა მეც მაქვს ან გარეგნობაში. ეს ქერათმა ყველაფერი რა თქმა უნდა. და ეს წავიკითხე იქ და ავიღე პირველი ადგილი რესპუბლიკაში. დამაჯილდოვეს ოქროს მაჯის საათით. ნამდვილი იყო. დიახ, ძალიან ძვირფასი საათით. და ჩემი ქალიშვილი ხმარობს. და ციგელს აწერდა ხელს ბატონი ედუარდ შევარდნაძე. მაშინ გახდათ ალკკ კომიტეტის ანუ ჯერცეკაში არის კომიტეტი. ეს არის 70 წელი. ნაკლები 60-ში დავამთავრე 60 წელი როდესაც ედუარდ შევარდნაძე არის ცეკას ალკკ ცეკას მდივანი
და აწერს ხელს რომ დაჯილდოვდეს ესა და ეს და ეხლა ვაბარებ თეატრალურ ინსტიტუტში და გადავწყვიტე ლექსი ისევ ვიკითხო იმიტომ რომ ამ ლექსით მივიღე ესეთი ჯილდო და ესეთი დამსახურება და წავიკითხე იქაც და კომისიის თავმჯდომარე გახდა აკაკი ხორავა ნახე რა ხალხია აკაკი ხორავა კი ბატონო ესე იგი აკაკი ხორავა ცნობილი იყო არა როგორც მარტო კარგი მსახიობი არამედ როგორც არაჩვეულებრივი ხმლის ტემბრის პატრონი და რო წავიკითხე ეს ლექსი და მესმის ხორავას ხმა Какой замечательный театральный голос. Ხორავა რო ამას იყო და რო ეს რა ხმა არისონ. ეს ამაზე მეტი შეფასება არც ერთი ჯილდო ამას არ აჭობდა. სტუდენტია ხორავა ამას იტყვის იქ და თან театральный და არა просто хороший голос. ისე როგორ მნიშვნელოვანია, ანუ პირველი თქვენი გამოჩენა მარჯანიშვილის თეატრში. ეს მომეყოლა და თქვენ მომეცით და თქვენ წამოხვედით ახლა ისე მე თეატრონ უცებ მოხდით ახლა მარტივი არ იყო ხო ისეთი კორიფეებთან ვიყავი უმაღლესი სტიპენდიანტი ერთადერთი სტიპენდია იყო ლენინი ერქვა მასში არასოციალურ სახელი მაგრამ ვიყავი სტიპენდიანტი ეს ძალიან ისეთი როგორ გამორჩეული ადამიანი ბრძანდებოდით იმიტომ რომ დენის სტიპენდიანტი სუხთიძე ჩამოსახელია. ხო და ნახე მიშა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამორჩეული ადამიანი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა პროფესიონალი, ხო, იმიტომ რომ ქალბატონს ასმაც ყველა პირადად არ იცნობს. ასმათ ყაბლაძეს მსახიობს ყველა იცნობს, ხო? და ძალიან გვაინტერესებს, როდესაც პროფესიონალი მსახიობი ბრძანდებით და აი ესეთი დაკავებული ადამიანი ხართ. როგორ უთანხმებთ ამ ყველაფერს ცხოვრებას, იმიტომ რომ ცხოვრება ქალისგან ძალიან ბევრ რამეს მოითხოვს, ხო ქალი დედა, ქალი მეუღლეა, ქალი მეგობარია და რამდენად როგორიც ხართ ცხოვრებაში ისეთი ხართ თუ არა მსახიობი, ანუ კითხვა შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ მსახიობი რა თქმა უნდა, როდესაც როლში შედის, იმას ასახიერებს, ხო? მაგრამ აი ეს თვისებები, რა თვისებებიც თქვენ გაქვთ, როგორიც არის ასმათ ყაბლაძე, ისეთია კინოში, ისეთია სერიალში, ისეთია სცენაზე. ანუ თქვენი პიროვნული თვისებები მოგეხმარათ სამსახიობო კარიერაში? იცით რა მხრივ მომეხმარა? გაბედაობით მომეხმარა. მომეხმარა იმითი რომ პროფესიონალიზმი ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, არ არსებობს სადაც რომ ვაკეთებ, ის ადგილი კარგად უნდა გავაკეთო. ნუ ეს იგი ხასიათი მოგეხმარათ. მინდა რომ ის კარგად იყოს ეს არ მიყვარს მიფუჩეჩებული რო იტყვიან ამას, ეგეთი საქმე არასათვის არ მიყვარს. იმდენად რომ მანქანას ხო ვატარებ 44 წელია უკვე, მანქანას ვატარებ და აი მანქანას ვიცი. იქაც მინდა რომ ვიცოდე აი სად რა ნაწილი როგორ და პარკინგის შესანიშნავად შემოვიდა მე ვიფიქრე ვინ არის ეს პატარა გოგო როგორ აყენებს მანქანას და უცებ გავოდონი ასმათი კი ანუ პასუხისმგებლობის გრძნობა რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ყველანაირ პროფესიაში აუცილებლად და მინდა წარსული გავაცეცო აი შენის ნებართვით ისევ აი იმ მომენტს დავუბრუნდებით მარჯანიშვილის თეატრში სტუდენტი გოგო რო შედიხარ და იქ მარჯანიშვილის თეატრში მან სტუდენტობის დროს მე ბები ერიკო და ილარიანი ბოლო სპექტაკლი ვნახე, იმიტომ რომ მე ხო დაიშალა თეატრი. აგრეთვე რაც კი სპექტაკლები გადიოდა, რა თქმა უნდა, ყველა გიშდებოდი რომ სხვადასხვა ვერიკო ანჯაფარიძე პირველად დანახი მაქვს დუშე, დანახი მყავს დუშე. დუშეში ჩამოდიოდნენ. დუშე ჩამოდიოდნენ. ესე იგი როგორი კულტურული ცხოვრება იყო. საოცრებად დუხდა კულტურული ცხოვრება მთელი საქართველოს მასშტაბით. ოედიპოს მეფე ბავშვს მაქვს ნანახი სტადიონზე. თამაშობდა აკაკი ხორავა. სტადიონზე დუჯეში არის კარგი სტადიონი, იმის ფეხბურთის სტადიონი და ეს როგორც ძველი ბერძნული თეატრის გასხოკი უხდებოდა თანაგაგის ხმა. ეუხენას თამაშობდა, ხეები ზეზეურად კვდებიან, იმაზე პატარა ის არის თუშეთში, არაჩვეულებრივი ლამაზი და კარგი კულტურის სახლი ქვია და იქ პატარა სცენა, მაგრამ შვენივრად თამაშობდნენ იქ. ნანახი მყავს აგრეთვე კოლონოვის ქორწინებაში გიორგი შავგულიძე. თავისი ცეკვით, ხო? მე არ მოსწრები ვარ თეატრში, იმიტომ რომ გვიანია, მაგრამ ეს უკვე ბავშვი ვიყავი და მახსოვს აი ეს რაღაც საოცრები, იცით, იმდენად შთამბეჭდავი იყო იმისი დაკუზული გაივლიდა და იხედებოდა იმიდან ის იყო ღობესავით გაკეთებული, ხაი პატარა სცენაზე და იქ აი ეს მახსოვს როგორ იხედებოდა იქიდან და როგორ ათვალიერებდა იქ რაღაცას
და მახსოვს ვერიკომ რო იცეკვა და რომ მოვედი სახში დედაჩემს უთხრა მე მსახიობი და გამოვიდე და აი და თქვენ წარმოდით თქვენი ოცნების ხალხი სტუდენტი ხართ და მიბრძოდებით და შედიხარ და ხვდებიან კოლეგები აი როგორ მოხდა ვერიკო თამაშობს დედას მახსოვს თამაშობს მამას იმ სპექტაკლში ხარ და საოცრებაა ესე იცით რომ შენი ოცნება ახსრულდა ის ოცნება ეს ბედნიერება ნამდვილად ბედნიერება თქვენ მეგობრობდით სესილიასთან რა თქმა უნდა მეგობრები ამას ვერიკო სოფიკოა მეგობარი და სოფიკოს ხაზით ვერიკო ცითლება ახლობლად ეხლა თლათ ვერიკო მეგობარი სოფიკოა მეგობარი და სოფიკოს და როგორც ისი სესილიასთან მეგობრობდით თლათ მეგობარი კი არ იყო დედობილივით იყო სესილია უკვე განუყრელი სტუმრად ჩვენს გადაცემის სხვა შორის მეორე გადაცემა იყო ჩვენი ეთერში გასვლის ჩემი და ნინოსი და სესილიაზე ვისაუბრეთ და მინდა გაიხსენოთ 2 საათი ეს მახსოვს. ქალბატონო ასმათ, მინდა გაიხსენოთ ან ყველაზე მეტად ამ ადამიანებთან ურთიერთობისას რა დაგამახსოვდათ. რა თქმა უნდა, სცენაზე გასაგებია, კინოში გასაგებია, მაგრამ აი კურიოზი იყო, არ ვიცი, ერთად გატარებული დრო, შეიძლება მათი ნათქვამი ფრაზა, დარიგება, აი ეს ყველაფერი მინდა რომ გაგვიცოცხლოთ. იცით რა არის? სესილიას იმდენად ჯეროდა ჩემი და იმდენად კარგად მიმიღო და იმდენად ზუსტად აღიქვა ჩემი პიროვნება არაფერი არ ეჭვი არ დაბადებია მას იმდენად ზუსტად აღიქვა ყველაზე დიდი საიდუმლო თუ რამე ქონდა მე მეუბნებოდი რომელსაც ალბათ შვილიშვილს არ ეტყოდა აი მას მე მეტყოდა ესე სხვათა შორის ესეთი კარგი თვისება ეტყობა მქონდა რომ ყველა მენდობოდა თავის საიდუმლოს ასევე სოფიკოც ასევე სესილიაც ასევე სულ ყველა მეგობრები ვინც ყავდა ლია კაპანაძე იყო თუ ქეთინოკი ყველა მეგობრები ქეთინოკი ქალბატონებზე მოგახსენე ხოდა შორის მამაკაცებით მენდობოდნენ თავიანთ პირად რაღაცა როცა ადამიანი სანდოა მამაკაციც ენდობა ქალბატონიც მე რა ვიფიქრე იცით რომ ბოლოს ანალიზი გავაკეთე რატომ არის ეს იმიტომ რომ იცის რომ ამის მეგობარი ვარ მის მეგობარი ვარ და რაღაცაც ჭოროობის დრო ხო მოდის არა ჭოროობის დროს რომ არასოდეს რო არ წამოგწდება სხვა მეგობრის რაღაცა არასწორად ის უკვე ფიქრობს რომ ამას მე უნდა ვენდო მაგრამ როგორი მომენტია და ალბათ ეს არის ქალბატონ ასმათ როგორი მომენტია თქვენ რო იცით იმ მეგობარს ნამდვილად გულში რაუდეს და ამ დროს შეიძლება სიცრუესაც ამბობ მაგრამ თქვენ ხო მისგან იცით ნამდვილი ინფორმაცია რაც არის აი ზუსტად ეს არის და მე მინდა გაიხსენოთ აი ან დავიწყარი თქვენი როლი რომელი მსახიობი გინდათ პირველი დავასახელო არა თქვენი ურთიერთობა თქვენი როლები ანუ თქვენი პირველი როლი და ვიცით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის აი ან კურიოზი იყო თუ არა მიგიღეს აი როგორ მიგიღეს ეს მაინტერესებს ძალიან კარგად ყველა უცბად გახდა ჩემი მეგობარი ეს თქვენი ხასიათის ზურაბ ლაფერაძე ტარიელ საყვარელიძე და მასთან ცოტა სხვანაირი მქონი იმიტომ რომ ტარიელის მეუღლე იყო დუშეთიდან ქალბატონი მანიკო ჯერ სამსახიობო დაამთავრა მე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მე არაჩვეულებრივი პედაგოგი გახდა პროფესორი და გარდა მაგისა რომ დუშეთიდან იყო ტარიელის მეუღლის მამის და დედის ქორწინების მეჯვარე პაპაჩემი გახდა ხო და ნათესავიც იყო მირონით ნათესავი და სასაცილო ისტორიაც იყო მაგას მე რო უთხარ ტარიელმა რაღაცა ისე მიიღო რა დუშეთი რაღაცა ნათესაობა და მე ხუმრობინდა მაგ ცოლის და ტარიელის ცოლის და ეს მიტროიციან თეატრში ხუმრობენ და წავედით დუშეთში დასასვენებლად მოდიან ქალბატონი მანიკო და ბატონი ტარიელი და უნდათ ბინაოთ და მთელი გზა ამ თემაზე ვლაპარაკობთ რაღაც მივედით ჯერ ჩემს სახლთან ქალბატონი მანიკო ამ სახლში ჩემი ნაცავები ცხოვრობენ დედა რატო არ გიჯერათ მე უთხარ მე ვარ თქვენ შენ გენაცვალე მე როგორ სხვა თვალით შემომხედა და ძალიან დიდი ურთიერთობა მეგობრობა ქონდა ყველასთან შოთა გაბელაია ხო იცი შოთა გაბელაია არაჩვეულებრივი მეგობრები ვიყავით მე და შოთა ისეთი აი პირდაპირ რამე რო იყო თვალით რომ მანიშნებდა და მესო თვალით შემეძლო ერთმანეთის გვეთქვა ის რაღაც სხვანაირი ის ძალიან კარგი ადამიანი იყო შოთა და თქვენ და ვერიკო ეხლა მე და ვერიკო ანჯაფარიძე პირველად კონტაქტში შევედი ურიელ აკოსტა რო გაანაწილეს და მე მოცეკვავე ქალბატონები ადრე ცეკვავდნენ დოდო ჭიჭინაძე მედია ჯაფარიძე და ესე და ეხლა მე ჩვენ ახალგაზრდები და რო აღადგინეს მოხდა ამ დროს ვერიკო სოფიკო და მე პირველი რეპეტიციაზე მოდი შენ ჩემთან სოფიკო მომკიდა ხელი წამოდი ჩემთან
ერთად ვისადილოთ სახში ამიყვანა პირველი რეპეტიციის მერე და ახს უკვე ვერიკოს რო უყურებ ფიქრობ მერთო ჩემო რაბედნიერება რომ ვერიკოს და სახში და კიდე ეს ერთი ისტორია მაგ ჩემს სტუბრობაზე ვერიკოსთან სახში სანდრო შვილი ხალბატონი სოფიკოსი იმან იცის ხოლმე რომ ვიღაცას მოეწონება და ის რომ სულ იმაზე საუბრობს და სულ და თურმე სულ ჩემზე საუბრობს სახში ასმათი და მიშა ხუთი ეგეც მოიყვანეთ ეს ასმათი შეუძლოს გავიცნოთ ვინ არისო და სოფიკო მამა ჩემი გეპატიჟება ჩემთან სახშიო გავგის სიხარულით ეხა მამა ვინ არის ვიცი და ნუ მივედი ცოტა მორიდებულად ვარ და მიშამ შევხედა მიყურებს ესე მომკიდა ხელი რა დგინა შვილო შენ ეს ასმათი დაუთმე პაპასა ოეწონე ისტორია ნუ სოფიკო ეს ყველა ვერიკო ნუ შეხედა ოი ხვატუნ ვერიკო ნუ და ამნოს ვერიკო იმ წუთში სუფრის გაშლო აბა ვისადილო ვერიკო კარგი დიასახლისი იყო კარგი და თან არ შეხელს არ გაგაგდებინებდა არაფერზე თვითონ აკეთებდა მე ავიღებ მე ხა მერიდება რომ ვერიკო ამჯაფარი და გემსახურება და დაჯექი და დაიმახსოვრე ვინ გემსახურება ასეთი დასაწყისი ასეთი იყო ვერიკო ამჯაფარიძე რო გემსახურება დიდი პატივი მე და სესილია მივდიოდით ხოლმე სტუმრად ვერიკოსთან დამირეკავდა გოგო ვერიკომ დამირეკა მოდითო და არ წავიდეთ გაუვლიდი მანქანით ჩავზებოდით მივიდოდით ეხლა ვძივად საუბრობს ის იმას ყვება ეს ამას ყვება და უცბად დაიწყეს უკვე ასაკში არიან ასაკში რთული ყოფილა ძულებატკივილი იცის რაღაცა ისე ეს ვერიკო ეუბნება რა დღეში ვარო ესეა დილითო ხან მუხლიდან რო დაიწყებაო მერე იდახშირო წავაო მერე ისო მეო დილითო ვიკრიფებიოს ესეა ორივე შემოხედა შედო მე ვთხარი მე თქვენზე 50 ლით პატარო თქვენზე 42 ისე რომ მე ჯერ არაფერი და ქალბატონას მათ რამე კითხოთ ნახეთ ორი გენიალური მსახიობი სესილია თაყაიშვილი ვერიკო ანჯაფარიძე შუაში ხარ შენ და ხარ ამათ და თან არა რამე კითხოთ ანუ ეს ადამიანები ისე მეგობრობდნენ ისე უყვარდათ ერთმანეთს ხო შეიძლება ყოფილიყო კონკურენცია ანუ ერთი პროფესია ძალიან დიდი პატივით იყვნენ ერთმანეთის ძალიან დიდი პატივით თან შეიძლება რაღაცაში ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ მაგრამ ოჯახში არ ეთანხმებით ერთმანეთს მაგრამ ისეთი პატივით იყვნენ ერთმანეთს მე ერთი ისტორია ვიცი რომ სესილეს უყვარდა თავრობაზე რაღაცას გადაარჩინა ვერიკო კი ბატონო ვერიკო თავის თავზე აიღო აიღო იმიტომ რომ იმას არაფერს უზავდა იცოდა რომ თვითონ არაფერი არ მოხდებოდა და სესილიას კი ძალიან დაჟინდა შეიძლება დაყვრეტა და კი და ვერიკომ თავის თავზე აიღო რაღაცა ფრაზა ხო და ეს მე ვთქვიო თავრობაზე რაღაცა და გადაარჩინა ვერიკო ჩვენ ვისაგებთ შემთხვევით თქვენ რო ჩვენი სტუმარი და იცით ვიზე მინდა კითხო დღეს იპოლიტე ხვიჩიას გარდაცვალებაზე და სპარტაკ შვილის მანანას ვიცნობდი და არაჩვეულებრივი გოგო იყო ძალიან კარგი და როგორი სიყვარული ჰქონდათ შვილთან და საერთოდ იპოლიტე იყო ცნობილი იყო რიცი იცით რომ აი თქვენ რომ არიცნობდი თქვა და გაჭირება ქონდა ვისულიყავი და ბატონო იცით მე აი ეს პრობლემა მაქვს და უარს არც გვარი შეიძლება არ ეკითხა რა გვარის ხარ სად გინდა საქმე მისთან გააკვებოდა და ყველაფერს გაიკეთებდა დაკავებული იყო სულ ამით აი ცნობილი ადამიანები იყვნენ ესენი კოტე მახარაძე ეროსი ბანჯგალაძე ეს და იპოლიტე ხვიჩია რამოდენიმე ადამიანი ძალიან და უკვე ისე რომ გარეთ ელოდებოდა უამრავი ხალხი ეს ადამიანები უანგაროდ ეხმარებოდნენ უანგაროდ აბა უანგაროდ არავინ არ იფიქროს ცნობილი ისტორია ზოგის გვარი და არა თურმე ცნობილი ფაქტია ქალბატონს გეცოდინებათ იპოლიტე ხვიჩია გადასაღებოიდანზე რომ მიდიოდა ხდებოდა ეგრეთ წოდებული მილიციელების რუსულ და აციპლე ანუ ესე რა ქვია ჯაჭვი რომ არავინ არ შემოუშვათ იმიტომ იპარავდნენ ხოლმე ბატონებად სადღაც სუპრაზე და იშლებოდა ის გადაღება და ის ვარს არ ამბობდა როგორი ფენომენი იყო ეს სუპრა ახსენე და ქალბატონო ასმათ ნუ ამ თქვენ გენიალური მსახიობი გენიალურ მსახიობებთან ერთად უფროსთაობასთან ერთად ალბათ რამდენ სუფრაზე ხართ ნამყოფი რომელიმეს თამადობას ხომ არ გაიხსენებთ ვერიკო იყო ხოლმე თამადობა და სესილია არა სხვა სესილიას არ უყვარდა თამადობა და ვერიკო და მერე სოფიკო
სოფიკოს უყარდა მე თამაში. კაცებს გააჩუმებდა აი. ვერიკო ეხლა გეტყვით ისტორიას მე მაგის მომსწრე არა ვარ და ვიცი გიგა ლორსკი ფანჯისგან მოყოლ როდესაც ომის დროს მოსკოვის მსახიობებს და თეატრებს ევაკუაცია ხდებოდა თბილისში ჩამოყავდათ და ვერიკოს ჰქონდა სპექტაკლი მოიწვია მიხეილსის თეატრი თვითონ მიხეილსიც და დაპატიჟა მთელი ულამაზესი ქალბატონები მსახიობები საქართველოს დოდო ჭიჭინაძე თამარა ციციშვილი მედეა ჯაფარიძე და ასე სულ ყველა ვინც ეს ულამაზესი მთელი რაღაც საიგულია თურმე იმის და ესენი გიჟებს გვარა რო უყურებენ ეს ქართველი მსახიობები სასაოცრება ხდება რა სილამაზეა და ვერიკო სპექტაკლი აქვს და თეატრია და ნუ ელოდებიან ვერიკოს რაღაც უფრაც გაიშალა რა საშუალებაც იყო მაშინ ახლა ომის დროს და მოვიდა ვერიკო ვაზელინით მოხსნილი გრიმი აჰა ვაზელინით ესე იგი ისე უბრალოდ ეს თვაც ისე უბრალოდ გაკეთებული და აბა მოვედი დავждეთ ვერიკო მაიღო თამადობა და თამადობს ვერიკო და აი ამ საოცარ ბუკეტის დროს მთელი ეს მსახიობები თურმე რუსეთიდან მუხლდა ჩოქილები ბაგინია კი ბატონ უკვე დაფარა ყველაფერი თურმე ქალბატონმა ვერიკო ამასწრებოდა გიგალორსკი მე სამინახი ქალბატონო ასმათ აი დასაწყისში თქვი რომ თქვენ ხართ მთელი მოგონებების სკივრი ისტორიებს აცოცხლებთ და მიშას თქმის არ იყოს ერთი ეთერი ნამდვილად არ გვეყოფა და ამიტომ მინდა რომ სანამ დასრულდება ეთერი თქვენზეც რომ ვისაუბროთ მე ვფიქრობ და არა მარტო მე ალბათ ყველას მოსაზრებას გაიზიარებენ ყოველ შემთხვევაში ადამიანები რომ თქვენაერ მსახიობებზე როდესაც საუბრობთ კი ბატონო აწმყოს წარსულს ვიხსენებთ მაგრამ აწმყო ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ თქვენ აქტიური ადამიანი ხართ აქტიურად ისევ სერიალებში თამაშობთ მე აქედან მინდა მიმართო ყველას და მომავალიც წინ არის ხომ და აი დღევანდელ დღეზე რო ისაუბროთ ასმათ ყაბლაძე დღეს და როგორ ხედავს ხვალინდელ დღეს და როგორ ხედავს თქვენს ხვალინდელ დღეს დღევანდელობა აი დღეს აი ხა რაც აკეთებთ ჯერ ეს ვთქვათ აი ამ წუთას დაკავებული ბრძანდებით ამ წუთას არა ვარ ამ ჩემი სპეციალობით დაკავებული და ყველას მინდა უთხრა არ წააგებთ მე მგონი არა ვარ ცუდი მსახიობი და თუ გჭირდება ჩემი ასაკის ქალბატონი სადმე მე სიამოვნებით მოვალ და ვითამაშებ არასოდეს არ მაქვს ის რომ ამდენი გადამიხადეთ იმდენს ვარ მომთ ეს თავარია რას გააკეთებ რის ფასად კი არა რას გააკეთებ აი სიამოვნებით ვითამაშებ სერიალშიც ფილმ ყველგან რაღაცა პატარას მეძახიან ხოლმე რაღაც ვიღაცა რო იღებს რაღაცა კიდე ერთი ახალგაზრდა მეძახის არის რაღაც პატარ-პატარა ისენი მაგრამ თქვენ ზათხართ რომ დიდი შემოთავაზება მიიღოთ აბსოლუტურად გონებაც კარგად მაქვს არაფერი არ მემწყდება ყველაფერი ისა ერთი რამე უნდა აღნიშნო ქალბატონასმოთ აი ნინოს დამეთანხმება აი თქვენ ხო გქონდათ არაჩვეულებრივი უნარი უფროს ადამიანებთან დამეგობრებისა და ასევე გაქვთ არაჩვეულებრივი უნარი თქვენზე პატარებთან მეგობრობასთან იმიტომ რომ ხო ამას ყოველთვის ვამბობ თუნდაც აი სერიალში თქვენი თამაში დამოკიდებულება პარტნიორებისა უკვე ჩანს ხო ცოტა მაწოთობით თვალით და მე მინდა მადლობა კიდევ ერთხელ მოსვლისთვის და წარმატება გისურვოთ და რა როდესაც გექნებათ ახალი ძალიან საინტერესო როლი დარწმუნებული რომელიც ყველგან ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებს ჩვენ გვესტუმრები და მართლა აი დედასპისა რომ მართლა არ გეყოფათ ერთი საათი თქვენ რომ დაგითმოთ ყოველდღე 1 საათი სიამოვნები და უამრავი მოსაყოლია და მინდა რომ ესე დავასრულოთ ეთერი რაღაც უთქმელი არ დაგჭეთ და ყველაფერს რა თქმა უნდა მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ ეთერს თუ რამე გინდათ კიდე რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დღეს უთხრათ გისმენთ ახალგაზრდებს მინდა უთხრა აი სკოლის ასაკის ბავშვებსაც, სტუდენტებსაც არაჩვეულებრივი თეატრი ქონდა საქართველოს. არაჩვეულებრივი მსახიობები. მე სადაც მუშაობდი, ვისთანაც მუშაობდი და მანამდეც რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი ზოგს ვერ მოვესწარი თათალ გვითამაში.
აუცილებლად რაც არის არქივში შემონახული რა ფილმებიც არის, რა სპექტაკლებიც არის, ყველაფერი ნახეთ ბავშვებო. მიიღებთ უდიდეს გაკვეთილს. ვინმე თუ მსახიობობას აპირებთ, მით უმეტეს თქვენ უფრო აუცილებლად უნდა ყველაფერი იცოდეთ. აუცილებლად ეხლა როგორც ისტორია უნდა ისწავლოთ საქართველოსი და როგორც ლიტერატურა, ასევე თეატრიც უნდა იცოდეთ. აუცილებლად პედაგოგებსაც მიმართავ დაავალეთ ბავშვებს, რომ წაიკითხონ, ნახონ ფილმები პირდაპირ უკარნახეთ და გააცანით ყველა გენიალური და გენიოსი მსახიობები ჩვენი ქვეყანაში. დიდი მადლობა, უღმესი მადლობა და სიახლეებით კვლავ გელოდებით. სიამოვნებით, რაც კი ახალი საინტერესო როლები გექნება და ასმათ ყაბლაძე იყო ჩვენთან ერთად. დროებით მალე დაგიბრუნდებით.